მოგესალმებით გრინითის ეზოდან. დღეს გადავწყვეტეთ ესეთი ექსპერიმენტის ჩატარება. გვაქვს რეჰანი, იგივე ბაზილიკი უბრალოდ, რომელიც რაღაც გარკვეული პირობების გამო გაგვიფუჭდა, ესე იგი სანამ გადავრგავდით green soil-ში. იყო ყინვაში, პატარა სოკოსავით გავუჭდა. შესაბამისად მივიღეთ ესეთი შედეგი, რომ აი თვითონ ფოთლებზეც დაზიანებები აქვს, ბევრი დეფიციტები აქვს და ვიზუალურადაც ძალიან ცუდად გამოიყურება, თუმცა საოცარი არომატი აქვს. ეხლა რაც მინდა გავაკეთოთ, ეს არის რომ გადავარჩინოთ ეს ჩვენი ძვირფასი ბაზილიკები და პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, გადავრგოთ green soil-ში. თუმცა სანამ green soil-ში გადავრგვას დავიწყებთ, რა თქმა უნდა, პირველი უნდა გავაკეთოთ დრენაჟი, რომ ადვილად ჩავიდეს წყალი, იყოს მეტი ჟანგბადი. ასე რომ შესაბამისად პირველი, რასაც ვაპირებთ, აი ამ ქოთანში ჩავყრით სადრენაჟე ემზის კენჭებს კონკრეტულად. ამისათვის გავხსნით ესე ჩვენს შეკუთვას. და აი დაახლოებით ესეთ ფენაზე შეგვიძლია დავყავით. ან ისეთი რაოდენობა არ გვხვდება, რომ რაღაცას სერიოზულად აწიოს. ალბათ აი ესეთი სადღაც 3-4 მაქსიმუმ 5 სანტიმეტრის დრენაჟი. აი ესეც დავყარებ. ესე იგი, შემდგომ ავდგებით. ცოტა ესე შევაკეთოთ, თანამდე გადანაწილდეს. და ეხლა სანამ უშუალოდ გადარგვას დავიწყებდეთ, ესე იგი მე პირადად ვფიქრობ, რომ ესე იგი შეიძლება ყველა ვერ შევგოთ აქედან, რადგან უკვე ძალიან სივიწრო იქნება და ერთმანეთს შეუშლის ხელს. დაახლოებით ვფიქრობ, რომ სამ ნაწილად გავანაწილო, ანუ ერთში ერთი ჩავგრო, მეორეში მეორე, მესამეში მესამე, ერთ ქოთანში, თუმცა გრძელი ქოთანია. ასეთ პირობებში თუნდაც სითბოში ფანჯრის რაფაზე რო გედოთ, ზამთრის პირობებში პატარა ბაზილიკის გემო ყოველთვის გექნებათ და არომატი. კაი, ამისათვის პირველ რიგში ავიღოთ თუნდაც აი ეს ქოთანი და რასაც პირველს ვაკეთებთ, ეს არის ცოტა ეს შეგვიძლია ხელი მოუჭიროთ, იმიტომ რომ ერთმანეთისგან განცალკევდეს და ამოვიღოთ. ამოღების პროცესი ზოგადად ერთ ცალზე უფრო მარტივია, მაგრამ სამი ცალიც თუ გააქვთ, შეგიძლიათ უბრალოდ თითები, აი ესე ისე რომ ერთმანეთს არ შეეხოს, ესე შეყოთ, გადმოატრიალოთ, აქ დააჭიროთ თითი და ესე მარტივად ამოვა ყველაფერი. ამას დროებით აქ დავდებ. ეხლა სავარაუდოდ ჩვენ გვაქვს, აი შეხედეთ რა პრობლემა, ეხლა რატოა ესე ცუდ გამოში. აი ფესვები წესით უნდა იყოს თეთრი. და აი შეამჩნევდით ფესვები, აი მოყავისფრო ფესვები. ეს ისე რომ ფესვება დაიწყო ლპობა. ამის მიზეზი შეიძლება ის არის, რომ ჩვენ დაგვჭა სიცივეში, შეიძლება ის არის, რომ თვითონ ეხა რაშიც არის ტორფია, ეს სავარაუდოდ სიმართლე გითხრათ ზუსტად არ დაუკვირვები ვარ. ესე ვთქვათ, ვერ აიღო კარგად, ან სოკო წარმოიშვა, ან რაღაც დაავადება და ფესვები უფუჭდება პირველ რიგში და მაგით ვიღებთ ესეთ შედეგებს. ეხლა ჩვენი შემდეგი მიზანია სამას გადავრგავთ, ზრუნვით აქ დავდებ. ცოტა ჩამოიშალა, მაგრამ არა უშავს. უბრალოდ ავდგეთ და გავხსნია თვითონ green soil-ს, ჩვენს შეზავებულ ნიადაგს. მოვამზადებ, ესე ვთქვათ, რომ მერე არ იყოს პრობლემა. და შეგვიძლია სანამ ჩავრგავთ, ჯერ პატარა ფენაზე გავაყაროთ, აი მაგალითად. აი ეს საკმარისია, რომ რაღაცაში ჩავდებთ, გაჩერდეს, ესე ვთქვათ, რაღაცამ გააკავოს თვითონ ოი, ამის დადება ცოტა. ესაც ესე გადავანაწილოთ, აი, ჩვენიერია. და დაახლოებით ესე ვთქვათ, დაახლოებით ჩაირგვება, ესენი გავაკეთოთ. პატარა წერტილებივით, რომ მე ზუსტად დავამთხვიოთ. ეხლა მე ცოტა ნაკლები მომივიდა, სიმართლე ვთქვათ და კიდე ჭირდება დამატება სანამ გადაიყვება. აი ეს უკვე ნორმალური პატარაები არის საკმაოდ და ამიტომ თუ დიდი რო იყოს შესაბამისად დიდ ამდენის ჩაყრა ნიადაგის თავიდან არ დაჭირდებოდა. ესე იგი, ესე გავანაწილეთ თანაბრად იგივე პრინციპით შეგიძლიათ ესექნათ და ეხლა ვიწყებთ რა, ეგ უფრო ისეთი ღრმა ისენი რომ გამოგვივიდეს, მაგიტო ჩავყარე კიდე მეტი. ანუ სამი ესე ვთქვათ, ნახურეტივით გავაკეთეთ და ეხლა ამ დროს ეცადეთ რომ ფრთხილად გააკეთოთ, მაგრამ მაინც ყველა ვარიანტში ისე მოხდება, რომ ფესვები გაუწყდება, რადგან ერთმანეთში არის ეხა გადახლართული. მაქსიმალურად ვეცადეთ რომ გავაცალკევოთ ფესვებისგან, რადგან ისედაც დაავადებული ფესვები და არ გვინდა რომ მაქსიმალურად გააყვეს ეს დაავადებები ნიადაგს, არ გადავიდეს ნიადაგში. აი ესე. ზოგადად ეხა ამ ისე თუ ისე აკეთებთ რომ კარგი ნიადაგია და ისე გადაგაქვთ, არ არის საჭირო ესე განაცალკევოთ, მაგრამ რაღაცა ცოტა ცუდად წავიდა საქმე.
ვეცდები რომ მაქსიმალურად თუმცა ძალიან რომ მოგივიდეს შეიძლება ფესვების ძალიან დიდი მასა თხოვით მოვაცალოთ და მე მივიღებთ იმას რომ ძალიან დაუზიანდება ფესვები იმ დონეზე რომ ასე ვთქვათ შეიძლება ისე დაისტრესოს რომ ვეღარ გაიხაროს გადარგვის შემდეგ რადგან თვითონ გადარგვაც თავისი მხრივ სტრესი არის ესე იგი რაც შემეძლო განვაცალკევო ცოტა ვეცდები კიდე განვაცალკევო აი რაღაც ამ დონეზე აი ესე დავფერთხოთ და ნუ ამის გადატანა უკვე შესაძლებელია ეხლა მაქსიმალურად ესე იგი სიღრმეზე ამოვიღოთ ჩავდოთ ისე რომ აი წინასწარ გავთვალოთ რომ ესე ვთქვათ ქოთანში ან ძალიან ქვევით არ ჩავიდეს ან ძალიან ზევით არ და გარშემო შემოვაყაროთ ნიადაგი ამ შემთხვევაში green soil. ეხლა ეს უკვე საკმარისი რომ დაფიქსირდეს, ან პირველი ეტაპი რომ დაფიქსირდეს, მე გადავალთ უკვე ესე ვთქვათ უფრო შემდეგი ფენის დაყრაზე რომ უფრო მყარად იყოს. ეხლა იგივე მეორეს შეგვიძლია გავუკეთოთ, აი ზუსტად იგივენაირად, ის არაფერი არა რომ წაიქცა. ესე ვთქვათ, განვაცალოთ, ესეც შეგიძლიათ თქვათ, მაგრამ ეს ცოტა ფრთხილად ქენით, მაინც ფესვები შეიძლება დაუზიანდეს. ნუ აზრი ისაა რომ თვითონ გადარგვისას ვეცადოთ რომ არ დაზიანდეს ფესვები. თუმცა კიდევ ერთხელ რაც თავიდან თქვია, ყველა ვარიანტში რაღაცა ფესვი დაზიანდება და რაღაცა მოწყდება, მაგრამ ეს ესე ვთქვათ მომაკვდინებელი არ არის. ესაც იგივე პრინციპით ზუსტად, აი ესე ჩავრგოთ. ასე ვთქვათ, შემოუყრით, რომ დაფიქსირდეს და ნუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ეტაპი, ასე ვთქვათ, გადარგვისთვის მზად არის. ეხლა რასაც გავაკეთეთ, არის დარჩენილ ნაწილებზე დავაყეთ, ზედ არ დააყაროთ, იმიტომ შეიძლება გადაყირავდეს და გადატყდეს. ეცად აი შვივაში შეგიძლიათ ჩაყაროთ. აი ესე მაქსიმალურად გვერდებზე, რომ ეხლა მე გარშემო ესე ვთქვათ ჯერ არ არის აუცილებელი ეგრევე სულ დააყაროთ. ეხლა ეს გავანაწილოთ პირველი შრე, უბრალოდ მეორე შრე ნიადაგის. ნუ ეს არაფერი არაა თუ ზევიდან დაეყარა. აქ შევდივართ უკეთეს გადავრგავდი, მაგრამ მიყოს არც ეს არ არის პრობლემა, მთავარია კარგად გაიტანოს ფესვთა სისტემა მაითვისოს. აჰა, ეს პირველი ეტაპიც მორჩა და ეხლა ვაყრით კიდე ერთ ფენას, რადგან ყოველთვის როცა დააყრით და მოვწყავთ, აუცილებლად დაიწევს ნიადაგის ფენა, რაც ჩვეულებრივი ბუნებრივი რეაქცია, დაჯდება უფრო, ასე რომ ეცადეთ ოდნავ ცოტა მეტი დააყაროთ ხოლმე, რომ მე როცა კი მოვწყავთ, სადღაც 3-4 სანტიმეტრით ხანდახან მეტითაც იწევს. ესე ვთქვათ, არ დაგრჩეთ ძალიან ქვევით. და არც ის არის კარგი, რომ ძალიან ზევით მოგივიდეთ, ბევრის დაყრა, იმიტომ რომ მე გააწვალდებით უბრალოდ მორწყვისას, განსაკუთრებით თუ სახლში გიდგათ ეს ქოთანი, ხშირად გადმოდის, თუ ცოტა ჭარბად მოგივიდეთ, ესე ვთქვათ, მორწყვა. წყალი, მორწყული წყალი, იგივე პრინციპით ესე გავასწოროთ. ცოტა შევანჯღრიოთ. ნუ პრინციპი შეიძლება ითქვას რომ ეგ არის. ეხლა ჩვენ ამას მოვწყავთ, მორწყვით. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს თავარი ის არის რომ ამას რო გადარგავთ, მაშინვე მორწყათ. რომ ადაპტაცია დაიწყოს ფესვმა ნიადაგში და ამის შემდგომ უკვე შემოგთავაზებთ შემდეგ ვიდეოს თუ აი როგორი ეფექტი იქონია გადარგვამ და green soil-მა. ამ ეტაპზე სწორებით დაგემშვიდობებით და უკვე შემდეგ ვიდეოებში შევხვდებით აი ამ ყველაფრის შედეგით. ნახვამდის.